იმ პენალტების სერიას არ ვიცი, ალბათ ჩემი ცხოვრების ყველაზე ტანჯველი წუთები იყო, იმიტომ რომ ესე ახლოს რო ხარ და ეხლა ესე ახლოს უკვე რო უახლოვდებოდეს მე მამარდა მაიღო მე მიქაუტამ რო ააცილა ხო შოკი იყო ალბათ 1-5 წლის სიცოცხლე მან ჩამომაკლა მე კიდე იმან რო ბერძენმა ააცილა და ყვეკვემ რო გაიტანა ნუ არ ვიცი ახლა ხო ევროპაზე დარწმუნებული ვარ კიდე ბევრჯერ გავალთ და განვიცდით და რაღაც მაგრამ ეს პირველი ხო რაც არ გაქვს გამოცდილი მე არ წარმომედგინათ რომ ემოციურად შეიძლება და ამ ხელა მუხტი რამეს მოეტანა რა. იმიტომ რომ ხა ერთია რომ გავედით და რაღაც და აქეთ მაგ პოსტი გამზადებული რომ ევროპის ჩემპიონატზე ვართ. ჩემი ოცნება რის გამოც მოვედი ამ ორგანიზაციაში და დავიწყე მუშაობა, მაგ და დავპოსტო რა რომ ხალხამდე მივიდეს ეს ჩვენ Instagram-ზე, Twitter-ზე, Facebook-ზე, ჩვენ სოციალებში და დავაფიქსირე რომ ხელს ვერ ვიმორჩილებ, აი მკანკალებ თელი სხეულით, ანუ გათიშული ვარ ხმები ჩამესმის რაღაც ფილმებში როა ხო იცი რაღაც რო აფეთქდება და მე ზუი შოკური მდგომარეობაში. ხო შოკი მაქვს, ტირი ვარ თან, ანუ ყველას უყურებ, ყველა ტირის, ყველა მიყვარს, ყველას ერთმანეთი უყვარს. მეგონა რომ რაღაცა მართლა ფილმის სცენა რაღაც სიზმარი მეგონა რა გარეთ რა ხდებოდა მე ყველა ვიდეო უყურე TikTok-ზე, Facebook-ზე ესე ჩახუტება მეტრო რომ მოდის ყველაფერი ემიგრანტები ვიღაც ამერიკაში მარტო რო დგას დილის ქუჩაში და ტელეფონში ყვირის და ხალხს რო ეძებს უცნაური ვიდეოებიც ნახეთ ბუკინისტებთან კი ეგეც ვიღაცა რო ძალიან მან ჩავლა ხო ალბათ ეგრევე ანუ ესე ჰაილაიტი ამოდის ეკრანი და ანუ ეგეც ხო ისიყო ძანა აიკონიკ აღნიშნა იყო აიკონიკ არის მარტო საქართველოში ამერიკაში არგენტინაშიც არ მომხდარ ეგეთი სოფლიო მოიგეს და ყველაფერს აკეთებენ ეგენი სიგიჟე რაც არსებობს და იქ არ დაფიქსირებულ ეგეთი რაღაც